ვინ რჩება მოგებული, ჩვენ თუ ეგრეგორი? პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. რომელ ეგრეგორთან გაქვს კავშირი, იცნობ თუ არა მას და საკუთარ როლს მასში და რომელ საფეხურზე იმყოფები. ზოგი ეგრეგორი იკვებება ადამიანთა მასით, ისინი უბრალოდ შთანთქავენ ენერგიას და არაფერს გასცემენ სანაცვლოდ. განსაკუთრებით მავნებელია ეგრეგორები, რომლებიც აგებულნი არიან შიშის, სიბნელისა და ბოროტების იდეებზე. თუმცა, თუ გაცნობიერებულად ხარ დაკავშირებული დადებითი თვისებების მქონე ეგრეგორებთან, შეგიძლია მათთან შეთანხმდე გარკვეულ პირობებზე. შენ აძლევ მას ყურადღებას, პატივისცემასა და ენერგიას, ის კი გაძლევს სარგებელს, დაცვას ან რესურსებს. ეგრეგორის სტრუქტურა გავს პირამიდას. თავში არის იდეა, ლიდერი ან შემოქმედი, შუაში მიმდევრები და წარმომადგენლები, ხოლო ბოლოში გაუცნობიერებელი ბრბო. რაც უფრო მაღლა ხარ, მით მეტია სარგებელი, ბოლოს შემყოფნი კი სამწუხაროდ მხოლოდ ბატარეებად რჩებიან. ეგრეგორი მათზე იკვებება, მაგრამ არაფერს გასცემს. ასე რომ მთავარი კითხვა არ არის ვინ იგებს, არამედ რამდენად აცნობიერებ შენს პოზიციას და მზად ხარ თუ არა გადახვიდე უფრო მაღალ საფეხურზე.